სალაფიტები დაგატეხინეთ. შენი მამის დედას აუჯო. კაიგე. პოლიციელების სკოლის მოსწავლეს პატიმარი მამის გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. შენი მამის დედას შეიამის მამის მოაწყობს. დღეს სრული ფარული ჩანაწერები პოლიციის მანქანიდან და პოლიციის განყოფილებიდან. არ მაცინო თავი ჩემი დედა. ხალი მომწოდა. ძალიან კაი. აქამდე სხვები რომ ყვებოდნენ არ გჯეროდათ. ახლა საკუთარი თვალით ნახეთ და საკუთარი ყურით მოისმინეთ, რა ხალხის ხელშია საპოლიციო სისტემა. მოიყვანეთ ეგ მშობელია თუ ვიღაცა და გააჯმევინეთ მაგის დედას. რაც გამოძიებამ გაიგო, რომ ეს ჩანაწერი ჩვენს ხელში იყო და დღეს ეთერში იქნებოდა, სასწრაფოდ 5 პოლიციელიდან ერთი დააკავა. გაუშვი ხა მაგის გამო ნუ ჩამოხრიან ოპერები ფეხებს მაგრამ გაუშვი ოპერები ოჯახში გარეთ და საქმეს ვიგებთ ძმაო. სამი კაცი ყავთ დღესულ გადამოწმებული. ჩვენ გაჩვენებთ სრულ ვერსიას, სადაც ჩანან პოლიციის ბოსები და სადაც ისმის მათი დავალებები, როგორ ჭრიან და კერავენ საქმეებს. კაგელაძის თანამშრომელო იქნებ გამომხედოთ, პატარა ბავშვებს რო დაძდევთ. პოლიციის თანამშრომლებს ეგონათ, რომ სკოლის მოსწავლის ტელეფონი გათიშული იყო. ამ დროს კი რეალურად ის იწერდა ყველას ლაპარაკს და იღებდა ყველას ვიდეოს. ამ მდგომარეობაში შეიძლება შენი შვილი ყოფილიყო. ამიტომ დღეს 8 საათზე კარგად ნახე ამბავის სისტემაზე, რომლის მიზანიც ხშირ შემთხვევაში ხალხის უმიზეზოდ ციხეში ჩაყრა. მომიგზავნეს რამდენიმე პიროვნება, რომ აი საჩივარი გაიტანე, ბავშვი გეზდება მოზარდიო. რატო გახდა საჭირო რეორგანიზაცია? თუ აღარ იყო საჭირო ამ კომპანიის. აღარ იყო საჭირო. ანუ ლიკვიდაცია დაიწყო. ივანიშვილი 600 მილიონიანი ტურიზმის განვითარების ფონდს ხურავს. თანამშრომლებს მისცეს კომპენსაციები და გაუშვი. კომპენსაცია მიეცი, იმიტომ რომ არ იყო ამდენ თანამშრომლის საჭიროება კომპანიაში. 10 წლის წინ თქვენ საქართველოს მოქალაქეებს დაგპირდათ, რომ ისი ფონდი საქართველოში ტურიზმს აყვავებდა. ოლიგარქმა ლიკვიდაცია ისე გამოაცხადა, რომ შენებლობების ნაწილის შუაგზაშია მიტოვებული. კომპენსაციები ხდება, მეტი არა. რესტრუქტურიზაცია რატომ ფული აღარ აქვს ივანიშვილს? ტურიზმის ფონდის ქვეშ ოლიგარქს 25 კომპანია აქვს. დირექტორებმა არც კი იციან, ვის რა ბედი ეწევა. 7 კომპანიის დირექტორი ხართ და საქმის კურსში არ ხართ. ივანიშვილის სასტუმროები საქართველოში ამერიკული მარიოტის ბრენდით ოპერირებენ. ივანიშვილი ამერიკის მიერაა სანქცირებული. რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ფონდის დახურვას და სანქციების ეფექტს. სოფლიო ბრენდებს ხო არ ქონდათ პრობლემა ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის, მისი სახელის გაქრობა ხო არ მიდის? დღეს 8 საათზე ნახეთ რატომ დატოვა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ჰოლანდიური კომპანია მისმა დირექტორმა. ახალი დანიშნული დირექტორი გაიქცა. მე არ ვიცოდი ვისთან ჰქონდა საქმეო. რა განსაცდელი მოუტანა სანქციებმა ოლიგარქს, რომელსაც არ იმშნევს, თუმცა ყველა ფეხის ნაბიჯზე თავსატეხად ექცა. მეც გაიგებთ 8 საათს. ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ მალანია ამ კვლევაში არ მონაწილეობს. მოკლული მასწავლებლის ნიკა ავალიანის საქმეში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილის გვარი გაჩნდა. მალანიას მართული იყო ეს პროცესი. იყენებდა თუ არა ქართული ოცნების ექს მაღალჩინოსანი, გავლენებს რომ ავალიანის საქმეზე გამოძიება ჩიხში შესულიყო. მიუხედავად მისი ოჯახის წევრების სამუშაო ადგილისა, თუ იქნება ზეონის დაწყების საფუძველი, რა თქმა უნდა დავიწყო. ვიდრე პოლიცია ქუჩაში პროტესტის მონაწილეებს დასდევდა, ირკვევა რომ არასრულწლოვნების მთელი ბანდა სკოლის მოსწავლეებს სასიკვდილოდ სცემდა. რამდენიმე მეტრში რომ ხდებოდა ეს სისასტიკე, პოლიციამ ვერაფერი ვერ გაიგო. დანაშაული თბილისის მერიის სათვალთვალო კამერების წინ ხდებოდა, მაგრამ ვერავინ გაიგო, სანამ მასწავლებელი არ მოკლეს და ფიგურანტებს ტელეფონში არ უპოვეს სასტიკი წამების კადრები. ინფორმაციის უმრავლესობა იყო წაშლილი, ექსპერტიზამ აღადგინა აღნიშნული ინფორმაცია და გადმოგვიგზავნა. დასდევენ აქტივისტებს, ვერ ებრძვიან კრიმინალს. თუ რომ ემოქმედა თავის დროზე და ზომები მიეღოთ, გიგავალიან დღეს ცოცხალი იქნება. სიკვდილი და წამება, რომელიც ქალაქში ცხოვრების წესად იქცა. ნახე ეს ამბავი დღეს 8-ზე. მიწასვლა მამა მიქაელ ბოტკოველის. უნდა შეხვიდეთ ჩეხია. მიწა ისტორიულ ქალაქში კობახიძის განკარგულებით საპატრიარქოს მდივნის შვილის სახელზე გადაფორმდა. იზომავე სადაც უნდა რაც კარგი ადგილებია,
სულ მაგათებია. მამა მიქაელ ბოტკოველის ვაჟს ტერიტორია ერთლარად სახელმწიფო მისეთ ნაკვეთში გაუცვალა, სადაც მშენებლობა აკრძალული იყო. აი რაღაცა უცავდა და არა მოხდა. გარემონა გადავიდა. ამიტომ გააცვლევინა სახელმწიფოს? მამა მიქაელ ბოტკოველი იმ კომისიის წევრია, რომელიც აქციებში მონაწილე სასულიერო პირებს სჯის. მამა დოროთე ყურაშვილს ხელისუფლების კრიტიკას უკრძალავდა. კიდევ ორ მღვდელს კი სასჯელი დააკისრა. მიწა მთავრობამ მღვდლის შვილის სახელზეც ამ პროცესების შემდეგ გადააფორმა. თქვენი გავლით მოაგვარა ეს ამბავი მთავრობასთან. აი გუშინ ვიყავი კობახიძესთან და თვალით ჩაუკარე. კობახიძის გამოცემულ ბრძანებაში გვარი დაშტრიხულია, თუმცა შაბათის ეთერმა მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ მიწა მთავრობამ მღვდლის შვილს გადასცა. დაცვა მოხდა სახელმწიფო მიწაში და ამიტომ მაინტერესებს. დაკავშირებით თქვენ ალბათ არ გაგიჭირდებათ. დღეს 8 საათზე ნახეთ როგორ იმუშავა სქემამ. 285,000-ად ნაყიდი ტერიტორია მცხეთაში თავის დაზარალებულად გამოცხადება და შემდეგ ახალი ტერიტორიის მიღება. ვინ მიიღო გადაწყვეტილება ბოტკოველის მიწის მონაცვლეობის შესახებ? გავარკვე რამდენად სად ჩნდება კითხვები? გიყვებით დღეს შაბათის ეთერში.